საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი შემოგვიერთდა. დაგლოცეთ ბაბა კახაბერი. ერთმანეთს მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვირფას მაყურებელს. გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს იხსენიება წმინდა ანთიმოზივერიელი სხვა წმინდანებთან ერთად და სწორედ მისი ღვაწლის, მისი ცხოვრების შესახებ გვინდა რომ ვისაუბროთ და ასევე გვინდა ვისაუბროთ ზოგადად განათლებაზე, განათლების მნიშვნელობაზე. ჩვენ ვიცით რომ წმინდა ანთიმოზივერიელი ბრძანდება დიდი განმანათლებელი საზოგადო მოღვაწე, მესტამბე და სწორედ ასეთმა ადამიანებმა დაგვიტოვეს სწორი ორიენტირები და აი ამ კუთხით გვინდა რომ განათლების როლზე და მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ. დავიწყოთ ჯერ ანთიმოზივერიელის ცხოვრებით. ჩვენ ვიცით რომ მას შემდგომში ჰქონდა ძალიან წარმატებული ცხოვრება, თუმცა ბავშვობაში ისიც ვიცით რომ სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს, სადაც ის იერუსალიმის პატრიარქმა შეიძინა. აი შემდგომ როგორ წარიმართა მისი ცხოვრება? მინდა გითხრათ რომ საოცარი პიროვნება, საოცარი კაცია სიამაყით გვავსებს ალბათ ყველა ქართველს ვინც ვიცით მისი ცხოვრება და გვსმენია მისი მოღვაწეობის შესახებ და ეს სიამაყე განსაკუთრებულად მაშინ იგრძნობა, როდესაც ჩვენ რუმინელებს ხვდებით ხოლმე და მე მაქვს ამისი პატივი, მოგახსენებთ ამის შესახებაც ცოტა მოგვიანებით, როგორი მადლიერები არიან ისინი დღემდე არ ივიწყებენ ამას და ქართველ სახელს რომ გაიგონებენ განსაკუთრებით სასულიერო პირს, როდესაც სასულიერო პირებთან როდესაც გვაქვს შეხვედრა, ისინი ამ მადლიერებას ყოველთვის გამოხატავენ. რაც შეეხება თვითონ ანთიმოზივერიელს, მინდა გითხრათ, რომ არც მაინც და მაინც ბავშვი არ იყო, როცა სტამბოლის ბაზარზე ის გაყიდეს, იმიტომ რომ უკვე ცნობილია მის შესახებ, რომ მან ხატწერაზე და ქვაზე თლა უკვე იცოდა. ნუ ხა შეიძლება დიახ, მაწვილი სასაკში იყო, მაგრამ მთლად პატარა ბავშვიც არ ყოფილა, იმიტომ რომ მას საქართველოს კარგად ახსოვდა. დიახ, ცნობიერად იცოდა ეს ყველაფერი. ამის შემდგომ უკვე როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის იერუსალიმის პატრიარქმა იყიდა მონათა ბაზარზე, ქრისტიანებს ამას ხშირად აკეთებდნენ, თუ კი რაღაცა ფული გაუჩნდებოდათ, მონებს ყიდულობდნენ იმისთვის, რომ ამ მონობაში არ დარჩენილიყვნენ და თავისუფლება მიენიჭებინათ და ნამდვილად ეს შემთხვევა იყო ანთიმოზივერიელთან, მინდა გითხრათ, სადაც მან კიდევ უფრო მეტი განათლება მიიღო. დაეუფლა ბერძნულ ენას ბუნებრივია, კიდე სხვა ენები ისწავლა, სლავურიც იცოდა მან და აღიკვეცა ბერად სწორედ იერუსალიმის პატრიარქისგან და მღვდელმონაზვნად ის მსახურობდა ქართველთა ჯვრის მონასტერში იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავის გამგებელი იყო, ერთ-ერთი ცნობა არსებობს ამის შესახებ და მოკლედ იერუსალიმში მოღვაწეობდა. თუმცა კი ძალიან მალე გააგზავნეს ის ვლახეთში. მაშინ ესე ცალკე არ არსებობდა რუმინეთის ეკლესია. დღეს რუმინეთის ეკლესიას უკვე საპატრიარქო ტახტის ტიტული აქვს და პატრიარქს ირჩევს და ეს ყველაფერი ანთიმოზივერიელის დამსახურება გახლავთ. როდესაც ის ვლახეთში ჩავიდა, იქ მსახურება მიმდინარეობდა მხოლოდ ორ ენაზე. ეს იყო ბერძნული ენა და ეს იყო ძველი სლავური ენა. და ანთიმოზივერიელი პირველი ასეც აკეთებს არის ის, რომ იწყებს თარგმანებს რუმინულ ენაზე. ანუ რუმინულ ენაზე რომ დღეს მსახურება შეუძლიათ რუმინელებს, ეს არის ანთიმოზივერიელის დამსახურება და აი მადლიერებაზე რითიც დავიწყეთ დღევანდელი საუბარი, ამას არასდროს არ ევიწყებენ. არა მარტო ის, რომ ეკლესიას მოუპოვა შემდგომში უკვე დამოუკიდებლობა და ის პირველი მიტროპოლიტი გახდა, ფაქტიურად დამოუკიდებელი ეკლესიის, იმიტომ რომ მიტროპოლია შეიქმნა ცალკე ვლახეთისა. და ის ხელმძღვანელობდა ამ ყოველივეს, არა მარტო ეკლესიას, არამედ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც კი აქედან შეიძლება ითქვას, რომ აქედან ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი, ისევე როგორც ჩვენ გრიგოლ ხანძთელზე გავიხსენებთ ხოლმე, რომ რა გააკეთა გრიგოლმა და სხვათა შორის აქ ესეც უნდა აღინიშნოს, რადგან განათლების შესახებ საუბრობთ. გრიგოლ ხანძთელი სად მოღვაწეობდა სამეფო კარზე, სადაც არაბებს ყავს დაპყრობილი მთელი ქართლი. და ის წავიდა და ალტერნატიული ქართლი შექმნა მან ფაქტიურად. იმიტომ რომ მიხვდა რომ ხმლით და ესე იგი შუბით ომს აზრი არ ქონდა, ამას შეეწირა არაერთი მეფე და საქართველოს უკან და უკან მიდიოდა, ამიტომ რას აკეთებს? იქ აშენებს ეკლესია მონასტრებს, რომლებიც ვიღაცისთვის შეიძლება ითქვას, ვაიმე როგორი რაღაცა ესე ეკლესია მონასტრი, რაღაც რელიგიური ცენტრები, არა, ჩემო ძვირფასებო, ეს გახლავთ განათლების ცენტრები და სწორედ ამ განათლებით იწყებს ის, რომ ეს ალტერნატიული ქართლი ფაქტიურად შემდგომში გადარჩება საქართველოს მთლიანად ამით და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს ჩაუყრის საფუძველს. ეს პარალელი ახლა გამახსენდა, მართალი გითხრათ, არ მიფიქრე ამაზე, როცა მოვდიოდი, მაგრამ ასე მოხდა სწორედ ანთიმოზივერიელის შემთხვევაშიც, იმიტომ რომ მან ამ ეკლესიის დამოუკიდებლობით, იმით რომ შექმნა
საღვთისმეტყველო ენა, გადმოთარგმნა ბიბლია, გადმოთარგმნა ლიტურგიკული კრებულები, სადაც ღვთისმსახურება ამ ენაზე უნდა აღსრულებულიყო, მან ფაქტიურად მოიპოვა არა მარტო საეკლესიო, არამედ სახელმწიფო დამოუკიდებლობაც. ძალიან ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ ის, რომ საქართველოსთან მიმართებით მის დამსახურებაზე, მის ღვაწლზე, იცით რომ ვახტანგ ბექს ეს დაეხმარა სტამბის მოწყობაში, თანამშრომლობდა აქტიურად, სანამ აქ გააკეთებინებდა სტამბას, იქამდე მან დაუბეჭდა მას ბიბლია და ვეფხისტყაოსანი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მინდა გითხრათ, რომ ძალიან ხშირად რაღაცა შეიძლება ესეთი ფრაზა გაიგონოთ, თითქოს ვეფხისტყაოსნის წინააღმდეგი იყო როდესმე ეკლესია და აი აქ ჩანს თუ იყო წინააღმდეგი, რომ რაღაცნაირად მეფე და უმაღლესი სასულიერო პირი ერთად ორი წიგნი დაბეჭდონ და ერთი ბიბლია და ერთი ვეფხისტყაოსანი. ეს უნიშნულოვანესი ამბავია და ეს რაღაცა ცილისწამებას აქვს აქ ადგილი. აქ უბრალოდ შეიძლება იყო ეკლესიის მხრიდან გამოთქმული აზრი ის, რომ ვეფხისტყაოსანი ბიბლიაზე მაღლა არ დაგეყენებინა და ამიტომ ვიღაცამ შეიძლება თითი გამოეშვიროს და თქვას, რომ თითქოს ვეფხისტყაოსნის წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ეს არასწორი ბრალდება. ან შეიძლება კონკრეტულ სასულიერო პირს ჰქონდა თქვა. ან შეიძლება ვინმეს კერძო აზრი იყო და ამ კერძო აზრზე აღარ ვიმსჯელოთ, სხვა თემაზე გადავერთე კიდევ ერთხელ ბოდიშრიხტი. ამიტომაც ნახოთ რას აკეთებს ანთიმოზივერიელი, ქმნის სტამბას, ჯერ ამ საქმეს სწავლობს. ეს ყველაფერი რა საინტერესოა მისი პიროვნება რა, რომ გარდა იმისა, რომ ენების სწავლა, გარდა იმისა, რომ თარგმნა, ეხლა სწავლობს სტამბას თვითონ. ეს ხო არ გონიათ რომ რაღაც დაიქირავა ხალხი. თვითონ აკეთებს ამას. ასოთ ამწყობია მოკლედ თანამედროვე ენაზე შეიძლება ასე ვთქვა და თვითონ აკეთებს ამ ყველაფერს რომ ეს წიგნებად დაიბეჭდოს. ნუ საქართველოს ვახტანგ მეექვსესთან როგორ თანამშრომლობდა გითხარით და რუმინეთისთვის აკეთებს ამას ყველაფერს. ეხლა წარმოიდგინეთ პიროვნება რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს სად არის მისი სამშობლო? რა არის მისი სამშობლო და ამ მისი სამშობლოს სიყვარული მაქვს განსაკუთრებულად აქვს, მაგრამ ხვდება რომ რაღაცა ღმერთისგან ესე არის მოწოდებული. რომ ის განმანათლებელი უნდა გახდეს ამ ქვეყნისა და ერთი წამით უკან არ დაუხევი, ერთი წამით ამ ჯვარზე უარი არ უთქვამს და მან ბოლომდე ზიდა შეიძლება ითქვას ეს ჯვარი და საოცარი აღსასრული აქვს. არ ვიცით თურქებმა აჩეხეს ხომ? ანტითურქული პოზიციის ჯერ გადაასახლეს. მაშინ დაიწყო სწორედ თურქეთ-ვლახეთის ეს ომი და ანთიმოზივერიელს საერთოდ მსახურების უფლება აუგრძელეს, იმიტომ რომ ის წინააღმდეგი იყო თურქებისა და ბუნებრივია ამ რაღაცა რევოლუციურ მოძრაობაში დასწამეს, ესე იგი ცილი რომ თითქოს ის რაღაცა რევოლუციას აწყობდა თურქების წინააღმდეგ და ამ დროს თურქები უკვე შემოჭრილი იყვნენ, იპყრობდნენ ქვეყანას და ბუნებრივია წინააღმდეგი იყო. ამიტომაც შეუჩერა ოფიციალურმა ეკლესიამ მას მსახურების უფლება და მიიღეს გადაწყვეტილება რომ გადაესახლებინათ. ოღონდ გაატანეს თურქ ჯარისკაცებს და ამ თურქ ჯარისკაცებს ჰქონდათ თან წერილი. არ ვიცი იცის თუ არა ჩვენმა მაყურებელმა ეს საოცარი ისტორია, მაგრამ მართლაც საოცარი ისტორია. გაატანეს წერილი და გზაში გახსენითო უთხრეს ეს წერილი. რომ გადახვალთ საზღვრებსო, აი რო გაცდებითო დედაქალაქსო და ღამე უნდა მომხდარიყო ეს, იმიტომ რომ დღისით შეიძლებოდა დიდი აყალმაყალი მოყოლოდა ანთიმოზივერიელი ძალიან უყვარდა ხალხს და ამიტომაც უნდათ რომ ჩუმად გასულიყვნენ, რომ გახვალთ მერე გახსენით წერილი. რომ გახსნეს ეს წერილი, აღმოჩნდა რომ ბერძნულად წერია და არიციან ამ თურქმა ჯარისკაცებმა ბერძნული ენა და სთხოვეს ანთიმოზივერიელს რომ წაგვიკითხე რა წერია და ის უკითხავს რომ ამ წერილში წერია რომ მე უნდა მომკლათო დამჩეხოთო ნაწილ-ნაწილო რომ ჩემი გვამი არ იპოვონო და მდინარეში უნდა გადამყაროთო რომ რაღაცნაირად ესე იგი არ აღმოაჩინონო რომ მე ესე მოკლოდო. ხო შეეძლო რომ არ წაეკითხა. რა თქმა უნდა თურქებმა ეს უთხრეს. გაოგნებულები იყვნენ თურმე ჯარისკაცები რომელსაც თქვენ რო გეთქვათ რომ ახლა წერია რომ აქ ჩუმად გაუშვითო გააპარეთო იმიტომ რომ ესეთი პატივსაცემი კაცი ჩვენ ამას აუცილებლად დაგიჯერებდითო და აუცილებლად გაგიშვებდითო და ნუ ეხლა ბრძანებად მივიღებდით ამას იმიტომ რომ ეს წერილი ბრძანება არისო და ეხლა ეს ბრძანება უნდა შევასწრო ანთიმოზივერმა უთხრა რომ კი უნდა შეასრულოთ თქვენ იმიტომ რომ თქვენ ამის გამო დაგსჯიან თუ ამ ბრძანებას არ შეასრულებთ და ასეთია მისი აღსასრული და ასეთია ამ კაცის ბედი რომლის საფლავიც კი არა გვაქვს და მისი გვამი არც კი ვიცით რომელ მდინარეში ნუ სადღაც პირობითად ვიცით მაგრამ რომელ ესე იგი მდინარეს გაატანის და გვარი არ ვიცით ხო მე რისკაცობაში ანდრია ერქვა მაგრამ ანდრია ერქვა ეს ვიცით და გვარი არის რაღაცა ვარაუდები მაგრამ ზუსტი ცნობები ჩვენ მის შესახებ არ აქვს თუმცა რაც ვიცით მე მგონი რომ მე ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი ვიცით და კიდევ ბევრი არის ალბათ აღმოსაჩენები სიცხოვრე დიახ რა თქმა უნდა და ასეთი გახლავთ აი ამ საოცარი პიროვნების ცხოვრება და ყოველთვის სიამაყით ვიხსენებ კვლავ დაუბრუნდები ამ თემას, როდესაც გვიწევს
ამ ბოლო დროს რაღაც მოკლედ ბრიტანეთის ეპარქიაში ვეხმარები ცხეთა-თბილისის ეპარქიას შემოუერთდა და რაღაცნაირად ვეხმარები დროებით ღვთამთავარი მეუფე ანდრია გორისა და ატენის მიტროპოლიტი რომელსაც მართვა-გამგეობა დაევალა პატრიარქის მიერ რომ განაგოს ეს ეპარქია მე მისი დამხმარე ვარ ამ ეპარქიიდან რადგანაც ცხეთა-თბილისია და ძალიან ხშირად გვიწევს ან ლონდონში ან ირლანდიაში დუბლინში ჩასვლა და იქ რუმინელები გვასპინძლობენ ძალიან ხშირად გვასპინძლობენ დიდი სიხარულით გვასპინძლობენ დიდი პატივისცემით და მინდა გითხრათ რომ საოცარი ხალხია და საოცარი გამოხატულება აქვთ აი ამ მადლიერების საოცარი ხალხია როგორც თემი თვითონ მინდა გითხრათ ქრისტიანული ისეთ ცხოვრობენ ისეთი ერთობა აქვთ ისეთი სიყვარული აქვთ აი ნამდვილად გულის ამაჩუყებლად უყურებდი ერთი პერიოდი რაღაც ისე მოხდა რომ ახალი წლის დღეებში მოგვიწია იქ ყოფნა და რამდენი ტრაილერი დატვირთეს დიდი უზარმაზარი მანქანები დატვირთეს აგროვებდნენ რაღაცა ესე იგი ამ საახალწლო საჩუქრებს იმისთვის რომ რუმინეთში თავიანთ სამშობლოში გაეგზავნათ და დახმარებოდნენ იქაურ თავიანთ თანატომელებს ეს ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო რაღაცა ძალიან მადლიერი და ძალიან კარგი ხალხი ეს მინდოდა აღმენიშნა უბრალოდ ჩვენ თავარ თემას რომ არ გადაუხიოთ ეხა ისევ განათლებას უნდა დაუბრუნდეთ რომ თქვენ ბრძანეთ მამაკახაბე რომ სადაც თქვა ჩვენი ერი ვერაფერს ხდებოდა შუბით ხმლით და თქვა ამ მეთოდებით იქ თქვა წიგნიერებას იყენებდა, ცოდნას იყენებდა და ნუ ჩვენ ხედავთ ხო განათლებას რამ ხელა მნიშვნელობა აქვს. ძალიან ხშირად საუბრობს ჩვენი პატრიარქი ეპისტოლეებში თუ ქადაგებებში რწმენისა და ცოდნის შეერთების მნიშვნელობაზე. რწმენისა და ცოდნის სინთეზზე, ამას რამ ხელა მნიშვნელობა აქვს. აი, რას ნიშნავს, აი რა მოიაზრება განათლებაში? რა, როდესაც ჩვენ ვამბობთ ადამიანზე, რომ არის განათლებული, აი რას გულისხმობთ ამ დროს? მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორია ის დასაწყისი, რომ ჩვენ უნდა გავსაზღვროთ ჯერ რა არის განათლება. იმიტომ რომ ვესაუბროთ ადამიანს რაღაც თემაზე და არ ვიცოდეთ ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იქნება და შეიძლება დაბნეულობაში შევიყვანოთ ადამიანი. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, რას გულისხმობს განათლება და რას გულისხმობს ინფორმირებულობა, ან ერუდიცია, ან ინტელექტი ადამიანისა. ეს აბსოლუტურად სხვადასხვა რამ გახლავთ. ხშირად შეიძლება ესეთი რამ მოვისმინოთ ჩვენ განსაკუთრებით საეკლესიო წრეებში, რომ აი ანტონი დიდმა საერთოდ არ იცოდა წერა-კითხვა და ამიტომ ესე იგი მეც შეიძლება ანტონს ამ კუთხით მივბაძოდა. ანტონი დიდმა წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ რა გზაც მან გაიარა, რა ასკეტიზმიც მან იტვირთა საკუთარ თავზე, იგივე მარიამ მეგვიპტელზე შეგვიძლია ვთქვა ჩვენ, რომელიც მე წმინდა წერილის ფრაზებს ლაპარაკობდა, რომელიც საკითხული არ ქონდა, მაგრამ იცოდა, გამოცხადებითაც იცოდა. და ამიტომაც როდესაც გავმიჯნავთ ამ ორ ტერმინს ერთმანეთისგან, მაშინ მივხვდებით რა არის განათლება და რა არის ინფორმირებულება, იმიტომ რომ ინფორმაცია დღეს კომპიუტერს შეიძლება უფრო მეტი მეხსიერების საშუალება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ადამიანს. რაღაცა უამრავ გიგაბაიტს ეს მეხსიერების რაღაცა საზომი ერთეულია მოგეხსენებათ, უამრავს დაიტევს და შეიძლება რამდენიმე ბიბლიოთეკის წიგნები ერთად იყოს მასში მოთავსებული და მაგრამ ის კი ვერ იაზროვნებს ისე როგორც ადამიანი. რას გულისხმობთ მაშინ აი ამ აზროვნებაში? რა არის მაინც ამ ადამიანის განათლება? მე ვფიქრობ, რომ განათლება გახლავთ სწორედ ძიება იმ სინათლისა, რომელიც სინათლის მიხედვითაც ვიტყვით ჩვენ რომ ანტონის განათლება ქონდა და მარიამ მეგვიპტელს განათლება ქონდათ. არა წიგნიერი, არამედ განათლება, რომელიც მათ იღვაწეს და ამ ღვაწლის შედეგად მიიღეს. ისევე როგორც ფიზიკურად თუ არ ვარჯიშობს ადამიანი, აუცილებლად მოდუნდება. ასევე არის მისი სულიერი მდგომარეობაც. თუ არ განიცდის ის პროგრესს, აუცილებლად განიცდის რეგრესს. თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მე ხლა დღეს განათლება აღარ მჭირდება, იმიტომ რომ ერთ ჩემს ტელეფონში ეტევა მთელი ეს მსოფლიო ინფორმაცია, რომელიც შემიძლია ერთ წამში გაგიხსნათ და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი გაგცეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტია. ვინც ასე ფიქრობს, იმიტომ რომ ამ ტელეფონს წაგართმევ ხვალ და რაღაც იზავ. ვერაფერს. ანუ მე თუ ეს გონებაში მექნება ყველაფერი რომ ვიწყებ კითხვას, ვიწყებ განვითარებას, ვიწყებ
იმას რომ ეს ინფორმაცია ჩემში იყოს და არა ტელეფონში ან კომპიუტერში ან რაღაცა მსგავსი მოწყობილობაში ხო Google-ი ახლა გეკითხები მითხარი რომ რა იქნება არა მოწყობილობას წამართმევენ ხვალ და შეიძლება აღმოჩნდეს ერთი იმაზე ღილაკზე თითის დაჭერაა საკმარისი რომ გაითიშოს ეს ყველაფერი და რა მრჩება მე ჩემს შიგნით რა რჩება ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს რაც შეეხება საერო განათლებას მაგრამ რაც შეეხება თვითონ საღვთისმეტყველო განათლებას ამის შესახებაც უნდა ვიფიქროთ ჩვენ რომ ადამიანი როგორ უნდა ემზადებოდეს ამისთვის აი მაგალითად დადის წირვაზე ადამიანი იცით რატომ დადეს იმიტომ რომ განათლება მიიღოს წირვაზე სიარული არავის ეგონოს რომ ეს არის რაღაცა რიტუალური რაღაცა კუთხით შეიძლება ასედაც შეხედოს თუმცა კი რიტუალს არ ვარქვევ ჩვენ საღვთისმსახურო რაღაცა მოქმედებას საიდუმლოება ქვია მას მაგრამ საზოგადოებისთვის გასაგები რომ იყოს ამიტომაც ვახსენე სიტყვა რომ შეიძლება გონია რომ რაღაც რიტუალური მოქმედება მივიდა რაღაცას დაესწრო და უკან წამოვიდა მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის თუ მან იქედან განათლება არ მიიღო სულად არის ძალიან მისი საქმე რას გულისხმობ ეხლავე მოგახსენებთ მან იქ მოისმინა ქადაგება მან იქ მოისმინა წმინდა წერილის სიტყვები მან იქ მოისმინა საღვთისმსახურო ლიტურგიკული რაღაცა საკითხავები და მან ქრისტე უნდა წამოიღოს იქედან ამ კარგი გაგებით იმიტომ რომ ქრისტე უნდა შემოვიდეს შენში და სად უნდა წამოიღოს ის საკუთარ ოჯახში სადაც ცხოვრობს საკუთარ სამსახურში მე ახლა ტრანსპორტით მოვედი და ამ ტრანსპორტში იცით რა ხო არსებობს რაღაცა დაუწერელი კანონი რომ ჯერ რო გაჩერდება მეტროს მატარებელი ჩამომსვლელი უნდა ჩამოვიდეს და შემდგომ მე უნდა შევიდე შენ რომ შეგიძლია ეს რიგითობა დაარღვიო შენ არ წამოგიყვანია მაშინ ქრისტე იქედან და შენ განათლება არ მიგიღია იმიტომ რომ როგორიც მიხვედი ისეთი წამოხვედი არაფერი შენში არ შეცვლილა ის რომ სამსახურში შეგიძლია კარიერის გამო ყველაფერი იკადრო შენ ქრისტიანული განათლება არ მეგიღიათ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ბიბლიაც წაიკითხე შეიძლება წირვასაც დაესწარი შეიძლება უფრო მეტი კიდე რაღაცა საღვთისმეტყველო ისა გაქვს კურსი გავლილი ან სემინარი აკადემია გაქვს დამთავრებული მაგრამ ქრისტე სულს არ იცნობ და ის ქრისტე რომელიც ჭეშმარიტია იმ ქრისტესთან კი არ გაქვს თანაზიარება და სინათლე მისგან კი არა გაქვს შენი შექმნილი ქრისტე ყავს რომელზედაც ფიქრობ რომ ეხლა ამ რიგს რო დავარღვევ არაფერი არ უჭირს არც ზრდილობა მომეკითხება და არც ყურადღება და არც მოქცევის წესი, არც კარიერისთვის თქვათ ამას თუ ჩავიდენ ეს არა, იმიტომ რომ აგერ საყვარელი მამაო მყავს მე და ვაიმე ჩემი მამაო როგორ მიყვარს ამას რომ მიტყვის ადამიანი, მე მინდა გითხრათ რომ თავს ჭრის ის იმ თავის მოძღვარს. იმიტომ რომ თუ დაასახელა კიდეც რომელია ეს მისი მოძღვარი შეიძლება ცუდი წარმოდგენა შეგვექმნა სამკაცზე რომ როგორ შენ მასთან დადიხარ და ამის მეტი არ გისწავლია რომ მოხუც ადგილი უნდა დაუთმო ან ჩამომსვლელს გზა უნდა მისცე ან თუნარასიშვილის თუ ბუნებამ არ უშველა ამიტომაც ნუ იტყვიან ხოლმე ქემაინც ასე თუ საქციელი შესაბამისი არა აქვს ადამიანს ასე ნუ იტყვის რომ ჩემი საყვარელი მოძღვარი და ჩემი საყვარელი მამაო ეს რაღაცა ისე ჩაისმის ხოლმე ყურში და ამ დროს არანაირად არ შეესაბამება იმიტომ რომ მე გარეგნულად რაც მაცვია ეს ჩემს შინაგანს უნდა გამოხატავდეს თუ ეს ასე არ არის წარმოგიდგენიათ ეხლა ამ ფორმაში მე რაღაცა ისეთი რამ ჩავიდინო ცეკვა დავიწყო თუნდაც ეხა რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამობაში იქნება ესე იგი ჩემს გარეგნობასთან ხო მართალი გამოხატავს ალბათ ხომ რა თქმა უნდა ეს შენი შინაგანი ბუნება როდესაც შენ ზრდილობის ნორმებს გადაუხვევ როდესაც რაღაცას იკადრებ უკადრებელს არანაირი ქრისტეს სინათლეზე ლაპარაკი არა ანუ ქრისტეს სინათლე შენში არ შემოსულა და ამ განათლებას უნდა მიექცეს უფრო მეტი ყურადღება იმიტომ რომ მე მესმის რომ ყველა ვერ დაჯდება ეხლა და საღვთისმეტყველო განათლებას ვერ მიეცემა იმ კუთხით რომ ეხლა სემინარიას დავამთავრებ, მე აკადემიას და მე კიდევ დოქტორანტურაში წავალ. არა, იმიტომ რომ ადამიანები სხვადასხვა პროფესიის ხალხი ვართ და ზოგი ექიმია და ზოგი მასწავლებელი და ზოგი შეიძლება ჩვეულებრივი რაღაცა საქმის მუშაკი, მაგრამ ეს სინათლე ყველაში უნდა იყოს. ეს ქრისტესეული სინათლე ყველაში უნდა იყოს, თუ ჩვენ ამას ეკლესიური კუთხით შევხედავთ. რაც შეეხება საერო განათლებას იმას რომ ადამიანმა წიგნი უნდა ეკითხოს და თავისი აზროვნების არეალი ამითი გააფართოვოს ამას მე ვფიქრობ არ სჭირდება რაღაცა ბევრი მტკიცებულება იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ თუ კი იტყვი რომ არ მაქვს რაღაცა წაკითხული მაგრამ აქვე მაქვს ტელეფონი და გიპასუხებ ყველა კითხვაზე წაგართმევენ ხვალ ამ ტელეფონს და დარჩები
ძალიან ბევრი შეკითხვის ამარა, რომელზედაც პასუხს ვერსად ვერ იპოვი და ვერ იშოვი. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რომ ის რასაც ახლა თქვენ ამბობთ, ჩემი შვილების თაობამ და ესე იგი მოზარდებმა იმ ბავშვებმა, მოზარდებმა, რომლებიც არიან თქვათ იმ ასაკში, როდესაც აი ამ ხელოვნურ ინტელექტზე არიან დამოკიდებული და ინტერნეტზე მოусმინონ თქვენ საუბარს და რაღაცნაირად გაითვალისწინონ, რომ ცოდნა რომელსაც შევიძლია იქნება სულ ჩვენთან და ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ჩვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, იმიტომ რომ ჩვენ უნდა მივცეთ ამისი მაგალითი, არა მარტო წიგნის კითხვისა, არამედ იმ ზრდილობისა, რასაც მე ვლაპარაკობდი, იმ წირვაზე სიარულისა, იქედან მოტანილი განათლებისა, იმიტომ რომ ის თუ გიყურებს, რომ შენში არაფერი არ შეცვლილა, დილით ადრე ადექი წახვედი, მოხვედი იქედან და ვაიმე რა საყვარელი მამა მომყავს, ამას ლაპარაკობ, ხოლოდ მაგრამ არაფერი არ იცვლება შენში, იცი რა ესეთი ადამიანი კარგავს რაღაცა ნდობას და ამიტომ ფიქრობს რომ აგერ ახლა ეს იგივე შემიძლია აგერ ტელეფონშიც ვნახო, ტელევიზორშიც ვნახო, კომპიუტერში ვნახო. ამიტომ რა საჭიროა ახლა დილით ადრე წამოხვდე და მყინვაში იქნება თუ ქარში თუ პირიქით სიცხეში რა მნიშვნელობა აქვს სადღაცას გავიქცე, იმიტომ რომ მოვისმინო ის რაც არანაირ შედეგს არ დადებს ჩემში. აი ეს ცვლილება გახლავთ სწორედ იმ სინათლის შემოსვლა შენში, რომელიც სინათლეც სინათლის გამოც შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი განათლებულია. გახსოვთ თაბორის მთაზე გაბრწყინებული მაცხოვარი, რომელიც უხილავი სინათლე ესე იგი, უქმნელი სინათლე იხილეს მოციქულებმა და ისეთი აღფრთოვანება აქვთ მათ ამ სინათლის ხილვით, რომ პეტრე ამბობს, მოდი აქ დავრჩეთ, აქედან არსად წასვლა, სად, იცით, სადღაც მთისწვერზე, სადაც არანაირი კომფორტის მოწყობის საშუალება არ აქვს, მთისწვერზე მაშინდელი ტექნიკის საშუალებებით სახლს აიშენებდი თუ რას გააკეთებ, კარავს პირდება, უბრალოდ კარვებს ავაშენებთ. თავისთვის კი არა, თქვენ აგიშენებთ და ოღონდ თქვენ გიყუროთ. აი ამ სინათლეს უყურო, მოუკლებელად უყურო ამ სინათლეს და ეს სინათლე იმდენად შენში ნათობს მერე, რომ სხვა ადამიანებზე აისახება და სხვები ამას ხედავენ. აი ეს ასეთ ადამიანზე ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს სინათლე და მას აქვს განათლება. რაც შეეხება იმას, რომ ერუდიცია შეიძლება ბევრს ჰქონდეს, სხვათა შორის ეს მინდა გითხრათ, რომ რაღაცა რევოლუცია ევროპაში ესეთი რევოლუცია მოხდა. და მას განათლების რევოლუცია ერქვა, მინდა გითხრათ. და ერთ-ერთი თეზისი მისი ეს იყო, რომ ამ საგანმანათლებლო რევოლუციისა, რომ რევოლუცია არა იარაღის მიერ, არამედ რაღაცა გადატრიალება ადამიანის აზროვნების ამ ცნობიერებისა. მისი ერთ-ერთი თეზისი ეს იყო, რომ ადამიანის ინტელექტი გამოცხადების სანაცვლოდ. ადამიანის მორალი და ზნეობა დოგმატური კანონების სანაცვლოდ. სინათლის საპირისპირო იყო ზუსტად ასეც თქვენ საუბრობთ. ძალიან საშიშია ესეთი მდგომარეობა. ძალიან საშიშია, იმიტომ რომ როგორც კი ჩემს ინტელექტოს ვეღრდნობი მე, ჩემი ინტელექტის მიხედვით შეიძლება გავამართლო ის, რაზეც ვლაპარაკობდი, რომ კარიერული წინსვლისთვის მე ყველაფერი ვიკადრო სამსახურში. იმისთვის რომ მეჩქარება, ამიტომ შეიძლება ადამიანებს შეურაცხყოფა მივაყენო, ხელით კი ვკრა, იმიტომ რომ შევასწრო სადღაცას საზოგადოებრივ ტრანსპორტში. და ამიტომ ეს იქნება აბსოლუტურად ჩემი გონების ناقოფი და არანაირად არ იქნება ის გამოცხადების სინათლე, რომელიც გამოცხადების სინათლემაც მე უნდა მაიძულოს, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება. ამიტომაც იგივე მორალური კანონის შემოღება დოგმატების სანაცვლოდ, რომ ეხა ეს დოგმატები თითქოს ზღუდავს და მორალური კანონით უნდა ვიცხოვრო, ყველა ადამიანს თავისი მორალი გააჩნია ამ პირობით თუ ვიმსჯელებთ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი რაღაცა თავისას ამბობს, რომ ვიცი რა, რატომ არის ხა ეს უზნეობა, ერთ ვიღაცამ შეიძლება თქვას რაღაც ისეთ კანონზე, რომელიც ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ვიღაცისთვის მისაღებია ასეთი ცხოვრების წესი. ამიტომაც ეს ძალიან საშიში იყო ჩანაცვლება საღვთო გამოცხადებისა ადამიანის ინტელექტით და ჩანაცვლება დოგმატური სწავლებისა ადამიანის მორალითა და ზნეობით, რამაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა მსგავს, ესე იგი, რევოლუციაში მონაწილე ადამიანები და ეს იყო ათეიზმი. დიახ და ამიტომაც ძალიან ხშირად როგორც დასაწყისში ვთქვით პატრიარქიის სწორედ რწმენისა და ცოდნის გაერთიანების შერწყმის ძალიან დიდ მნიშვნელობაზე საუბრობს და იმ სინათლეზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, იმ სინათლის ძიების აუცილებლობაზე, რა თქმა უნდა, ცოდნასთან ერთად. შინაგანი და გარეგანი უნდა ეთანხმებოდეს ერთმანეთს. უღმესი მადლობა. საბურთალოზე მდებარე მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი საუბრობდა სტუდიაში.